ველოდებოდი როგორც კი ის დაიწყება მოდრობას რაც უნდა დამეწყო. ამოვიდა რაღაცა ველოდებოდი ზუსტად და რო გავიხსენოთ შენი ფინალები მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემი მაგალითად 13-ში ფინალი კი ბატონო 4-ში მოვიდა. იაპონიაში მოგება სხვა დატვირთვა აქვს. ერთ-ერთი ოცნება იყო აი როგორც ოლიმპიადა, ერთ-ერთი იყო კანო სხვა ტურნირზე ესე არ მეოცნებია რომ. 일본 무라오 선수로 조지아 아부탄디리 주리시키브리 გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ჯუდო ჭანოსთან ჩვენი წლევანდელი სეზონის პირველი ეპიზოდი, როგორც იცით, დაიწყო და სულ მალე ჩატარდება 2025 წლის ასე ვთქვათ, სადებიუტო პირველი ტურნირი, ანუ იწყება სეზონი და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა თუ როგორი იქნება 2025, რა თქმა უნდა, ქართული ჯუდოსთვის და საერთოდ მსოფლიო ჯუდოსთვის და პირველი ტურნირი, პირველ ორთებერვალს პარიზის დიდი სლემი, პარიზის გრან სლემი, რომელიც მცირე მსოფლიო ჩემპიონატადაც კი იწოდებოდა და ახლაც ასე არის. ნუ რაც შეეხება ჩვენ შემადგენლობას საინტერესო გუნდით გამოვალთ პარიზის დიდ სლემზე. აქ არიან როგორც გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენები, მათ შორის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა ჩავდათუაშვილი, აქ არის ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიო პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე და მათთან ერთად ასევე ახალგაზრდა სპორტსმენები, საქართველოს ჩემპიონ პრიზიორები, რომლებიც მოსინჯავენ ძალებს პარიზის დიდ სლემზე და გოგონებიც როგორც დაიდო შემადგენლობა, ეთერლი პარტელიანი და სოფიო სომხიშვილი გამოვლენ პარიზში. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარს, ძალიან დიდი ხანია გვინდოდა მისი მოწვევა და ეს გულშემატკივრის დიდი სურვილიც იყო. სოფლიო ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და 10-12 წლის წინ ადამიანი, რომელიც ყველას ანადგურებდა მსოფლიო ასპარეზზე და უდიდესი ტალანტი ქართული ძიუდოს ისტორიაში, ერთი სიტყვით ლეგენდარული ავთანდილ ჭრიკიშვილი არის ჩვენი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი. Representing Georgia, 2014 world champion and 3 times European champion in under 81 kilos, Avtandil Ჭრიკიშვილი. What's gonna happen? Oh, he scored! Look at that! It's Ჭრიკიშვილი who scores. The Wazari is on, but they and that is an changed it icon to now. Ippon. You could see something was gonna happen. The minute he turned in, yes, he started to lift. You knew one of them is going to throw. Look there at Osoto. That is the Georgian judo we've been looking for all day. Now, the only question about this is whether it's worth it or not. მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა, მიესალმები შენს მენელს და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ მოხვედი, როგორც ვიცი, ახლა შენს უდიდეს გამოცდილებას უკვე პატარა ახალგაზრდა თაობას უზიარებ, ხო, ბავშვებთან მუშაობ, მწვრთნელად, ხო? თუ რამე სიახლე ხო არ არის კიდე ამ მიმართულებით? არა, ჯერჯერობით ვაგრძელებ. თლიანად ქვემო ქალს მოიცავს, თითქმის ყველა ძიუდოს დარბაზ ჩემს დაქვემდებარებაში არის. და ასე ვთქვათ, დავდივარ ხოლმე სხვადასხვა დარბაზებში და ვუტარებ ვარჯიშებს, მასტერკლასებს და არა მარტო მე, ჩემთან ერთად არის ლუხუმ ჩხუმიანი და უემატა შემოვერთდა ჩვენ გუნდს
ნესტორ ხერგიანი თავიდან ჩვენ დავიწყეთ და ასე ვთქვათ რუსთავში კიდე გიორგი ბაინდურაშვილი გვეხმარება ხოლმე როგორც ან თუ ნაკრებთან არ მუშაობს და რაღაცა ისიც ჩვენ გვერდით არის ხოლმე და მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი არის, ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ რაიონში ამდენი ტიტულოვანი სპორტსმენი რო ჩადის და სოფლებში სადაც მხოლოდ შეეძლოთ ბავშვებს YouTube-ით ენახათ ეს სპორტსმენები და თითქმის ესე 10 დღეში ერთხელ მაინც ჩვენ კლუბს ვურტყავთ. ახლა მაგალითად რომელიღაც რაიონში რო ჩავდივართ იმ დარბაზში 5 იმ ადგილას ანუ 5 დარბაზს ერთად ვკრებავთ. იმიტომ რომ სადღაც 27 დარბაზია. და 27 დარბაზში საერთოდ რო ვიარო თვეზე მეტი დაგჭირდება მთლიანი კლუბი რო დავარტყათ და ასე ვთქვათ კვირაში ერთხელ მაინც 10 დღეში ერთხელ მაინც გვიწევს ჩასულა და შემდეგ განუაძლევთ დარიგებას რომ რაზეც ჩვენ მუშაობთ და რაღაცა პლუს ამას მწვრთნელებთანაც გვაქვს ასე ვთქვათ გადამზადება ხოლმე მწვრთნელებსაც ვეუბნებთ რომ როგორ რა უნდა ვარჩიონ ამ იმას გადიან პროგრამას რო ჩავდივართ რაღაც შედეგიც ჩანს უკვე და სპორტსმენებმაც ძალიან მოიმატეს მინდა გითხრათ დარბაზებში თითქმის გამომაგებული არის ჩვენი ჩასვლის შემდეგ ბევრი კიდე ყოველდღიურად გვწერს რომ აი აქ არ ხართ და ბავშვები მოყავთ ძალიან დიდი ხელშეწყობაც გვაქვს დიახ ქვემო ქართლიდან ბატონი გიორგი სინჯიკაშვილი ძალიან გვერდში გვიდგა ჩვენ და მთლიანად სპორტს და რა ვიცი ასე ვთქვათ რაღაც შედეგებიც არის უკვე სადაც მედალი არისო ხოლმე ან ერთი მედალი ქონდათ 5-6 მედალი და ესე საქართველოს მასშტაბით შეჯიბრებზე უკვე რაღაცა ასაკობრივ ჯგუფებში შედეგები გვაქვს და რა ვიცი მე კმაყოფილი ვარ მაგალითად ბავშვები ძალიან მონდომებული არიან ძალიან კარგი ბავშვები არიან კი აი როგორი თავმაც საინტერესოა თქვა ხო ამაზეც რო თქვა და ინტერესი ანუ გაზრდილია ხო როგორ ფიქრობ რომ დაიწყეთ იქიდან მოყოლებული დაუშვოთ ახლა და ბავშვების რეაქცია როგორია ეხლა რომ მათთან ჩადის ჭრიკიშვილი მათთან ჩადის ჭხვიმიანი ხერგიანი ანუ რო ხედავენ ამ ყველაფერს ალბათ რა თქმა უნდა საინტერესოა სტიმული არის მე რო პატარა ვიყავი მახსოვს ვინმე რო შემოვიდოდა ხოლმე ნაკრების წევრი იმაში მისულა მინდოდა დალაპარაკება მინდოდა და ვერ ბედავდი ხოლმე გამარჯვებას თქმა რომ მინდოდა გამარჯვებას და იმას რამე რო ეთქვა ჩემთვის რომ რაღაცით დამლაპარაკება და სახში მინდოდი ბედნიერი სახში უყვებოდი ხოლმე გახარებული რა პერიოდია დაახლოებით ეხლა ვიხსენებ მე სადღაც 12-13 წლის 14-ისაც თუნდაც 15 წლის ჩემი პირველი ნაბიჯები სანამ საქართველოს მოვიდი პირველი ჩემი ოცნება იყო საქართველოს ჩემპიონობა მე შემდეგ ევროპის მე და ესე იზრდება რა და მაშინ ჩემთვის ნაკრების წევრთან ერთად ეს ყოველდღიური დგომა და ჩვენ ახლა მეგობრული ის გვაქვს უებნევი მეგობროთ ერთმანეთს პატივცეთ ყველას ბავშვებს მე ველაპარაკები კიდევაც რომ უნდა ვიმეგობროთ ვიძმა კაცო ძლიერი რო არავის არ ჩაგრავს და თქვენ ყველა ძმები ხართ მეგობრები ხართ ასე შემდეგ და მინდა თქვა რომ მეც რა შემიძლია ვაკეთებ მაგრამ ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის ქვემო ქართლში არიან რამოდენიმე შეიძლება სულ ყველა დარბაზში ესე არ არის აი ტრადიციულად ქრისტიანულად ისე მიყვებიან რაღაცა ერთგვარი სკოლაც არის მარტო ძიუდო არ ასწავლიან მიუხედავად იმისა რომ ყავს ეთნიკური ჯგუფები აზერბაიჯანელები ცხოვრობენ დადიან ისინი ხო კი და ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა აქვთ ბიჭებთანაც ჩემთანაც არის რამოდენიმე რომელმაც ენა არის ის და გვეხმარებიან ხოლმე ერთმანეთში ბავშვები და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ დიდი საქმე კეთდება და ასე ვთქვათ დიდი მეგობრობა იქნება მაგრამ მარტო ძიუდო და ყველა შეიძლება დიდი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიეჩვევიან თავისუფალი დრო არ ექნება და არ ეცოდნენ რომ საწავიდეს და რა გააკეთოს იციან რომ სკოლის შემდეგ დაისვენებენ 5-ზე ზოგან 6-ზე გვეწყება მოვლენი ივარჯიშებენ და ასე ვთქვათ ბოლოს კითხვა ცოტა ავსდი და კითხვას რაც შეეხება აი უბრალოდ რომ შევიდეს
და ნებისმიერ დარბაზში ჩემზე არ ვიტყვი და ჩემ თავისკენ არ მოყავს თუნდაც ლუხუმჩხუმიანი თუნდაც სულ უბრალოდ არასპორტსმენიც რო შემოდიოდა დარბაზში მეც რო პატარა ვიყავი და მიყურებ და იქით ვიყურებოდი თუ მიყურებს მეთქი და ორჯერ მეც ვაკეთებდი და როდესაც თავზე გადგას ამხელა და ამდენი ტიტულოვანი სპორტსმენი რა თქმა უნდა საერთოდ არაფერი რო არ გავაკეთო მე და არაფერი არ ვასწავლო ის იმაზე მეც ვარჯიშობს ვიდრე ივარჯიშებდა ჩვენ რო იქ არ ვიყოთ ანუ მე ვფიქრობ ეს უკვე შედეგია პლუს ამას ჩვენ გამოცდილებას რო უზიარებთ ახლა სოფლიოს შემდეგ მე და ლიპო ავდექით და 70 დღე ვცხოვრობდი იაპონიაში ისე რომ არ ჩამოვსულა საქართველოში და წელიწადში 2-3 ჯერ დავდივართ ეს ხო გამოცდილება არის მე ხო დავაგროვა ეს წლები იმათ ეს ჩემი გამოცდილება შეუძლია დღეს მიიღონ 9 წლის 10 წლის 7 წლის ასაკში და მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და მე სუვიძე ხოლმე იმასაც რომ სპორტსმენს რომელსაც ამხელა ცოდნა აქვს ის იყო პირველი ეტაპი და პირველი ნაბიჯი არის ის რომ მოგისმინონ რომ გახდე ჩემპიონი მე მეორე როგორც აი საძირკველი ჩაყარო მეორე ეტაპი რაც მთავარი არის ხო ეს უნდა გააზიარო მე ვფიქრობ რომ ეს დანაშაულიც არის რომ წახვიდე შენ სახში დაჯდე და სხვა რაღაც გააკეთო ხო გულისხმობ შენი გამოცდილების სოდნის კი ბატონო უნდა გააზიარო მე ასე ვფიქრობ როგორ ფიქრობ აი ამ ბავშვებიდან გაიზრდება თუნდაც მომავალი ავთანდილ ჭრიკიშვილი ან ლუხმუჩხუმიანი უკეთესი შეიძლება გაიზარდოს რა თქმა უნდა ჩვენ უკეთესი იმედი გვაქვს და მაქსიმალისტები უნდა იყოთ და ვეცდებით რომ მაქსიმალური ჩავდეთ კი ბატონო და ძალიან მაგარი ბავშვები გვყავს და არა მარტო აი როგორ გითხრათ სოფელში ჩემთან გუშინ ვიყავი მაგალითად გუშინ ორიოში მოგვიწია და ნორიოში ხო არის ერთი პატარა გოგონა რომელიც 3 თვეა მოვიდა და ესეთი სასწაული მე არ მინახია ის რო არის ესეთ ძიუდოს მეც არ ვჭიდავდი 3 თვის მოსული არის რაღაცებს უიმაშვები ხოლმე რომ რადონეზე გაიგებენ ილეთების გადამეს ჯერ არ უხსნი ზოგს აი ვინ რადონეზეა განვითარებული იმის მიხედვით რომ რას რის გაკეთებას შეძლებს იმიტომ რომ ვიღაცას რაღაც რო აჩვენო ხო იმას ხო ვერ გაგიკეთებს და მაგალითად თავს ვიკავებ ხოლმე რომ 1 2 3 ერთმანეთს მიუობა ანუ გამოყვანა კი ვაჩვენებ ხოლმე მაგრამ რაღაცა ჩარჩოებში ვსვავ რომ იმას არ გავხსნე რომ ზედმეტი არ მომიდეს რომ ვაფშე აირევიან და ვერ აკეთებ და ამ ბავშვისთვის არც მისწავლებია და არ მიდიოდნენ პარაში ეგერთი გოგონა ყავს მე დავალაგეთ ეგ სიტუაცია და მოდი მეთქი მე დაუძახი მე გეჭიდავი მეთქი პატარა არის 10 წლის არის თუ 11-ის და უბრალოდ აი შიგნიდან გამორტყმალა ოუჩი გადაბმა უჩი ეს გაუკეთე რა ესე ცოტა ვეთამაშებოდი ხო რა on შიგნიდან ანუ შიგნიდან გამორტყი და აქეთ იქით ორი ბავშვი აქეთ იქით აქეთ ხო წამოდგა და მეორე მისვლაზე თვითონ გამიკეთა პროცესში სწავლობდა ეგეთი რამე მე არ მინახი არც მითქვი არც მისწავლებია გუშინაც მაგალითად ლუხუმმა რაღაც ისაჩვენა და მთელი გზა მაგ გოგოზე ვლაპარაკობთ აი ეს და თან ძალიან მონდომებულია და არიან ბევრი ტალანტები რა თქმა უნდა ჩვენ სისხლში გვაქვს და დაიბადებიან ზოგი ქართლიდან იქნება ზოგი შინაგანიდან იქნება ზოგი კახიდან ზოგი სვანეთიდან და შევაცეთ ლიანობაში საქართველოს კაი გუნდი ეყოლება მე ვფიქრობ ხო აი მაგრივ ალბათ იცი რა მეც უმეკითხებიან ხოლმე რომ შენგან კიდევ უფრო მეტად საინტერესოა რა რომ მაინც აი რა არის ჩვენი ან საიდუმლოა რაღაცა აი რომ ესეთი წარმატებები გვაქვს და რასაც ახლა შენც თქვი რომ სისხლში აქვს ქართველებს აქვს და ნუ ალბათ კავკასიელებსაც ხო აი ამ რეგიონს აქეთ მხარეს ხო აი ეს ტექნიკა ანუ რომ ესე უცებ აუღეთ ალღო ძიუდოს აი შენ როგორ ახსნი ამას აი რისი დამსახურება ჰავარი ესეთი ფიზიკური აგებულება გაქვთ ესეთი ძიუდოისტებს თუ აი რა არის რომ უფრო მეტად გამოგვდის ვიდრე რა ყველაფერი მე ვფიქრობ და ბუნება გვაქვს ესეთი თავისუფალი ხალხი ვართ და ან თავისუფალი ბუნების ადამიანები ვართ. სხვისი ასე თქვა ტატამზე გატეხვა ბევრად ადვილია ვიდრე ქართველის. ყველაზე ძალიან სუიძახით ხოლმე ქართველს ეძჯავრება ქართველთან ჭიდაობა.
ძნელი არის ხა ყველანაირი არის რა თქმა უნდა ქართველებიც არიან ესთები რომლებიც ნებდებიან და რაღაც ყველგან არის მაგრამ ძირითად შემთხვევაში ნუ რამოდენიმე ქვეყანა არის ვინც არ ნებდება და იმ რამოდენიმეში თითე ჩამოსათვლელი და 4-5-ში ერთ-ერთი პირველი ქართველები არიან და მე ვფიქრობ ეს ყველაზე დიდ იმას თამაშობს ჩვენი სისხლი ჩვენი ჯიში ჩვენი გენები ბექაურს რო უყურებთ ხოლმე მათეს რო იტყვია მგონია რომ უნდა დაეცეს ისეთ დაღლილია მაგრამ ჯიმეს რო იტყვია კლავს ანუ შეუძლია თუ არ შეუძლია ეს ანუ ამას ვერ გასწავლის ვერავინ ეს ხო არის სწავლება ეს სისხლში ეს მებრძოლი ხასიათი ამას ვეძახით ჩვენ სპორტსმენები ჩემპიონის ხასიათი აი ბექაურსა ზუსტად ეს ჩემპიონის ხასიათია გადის და არ ვიცი საიდან იცი კაცი როგორ დააგლოს მაგ ბიჭმა რა არ ვიცი ხან საიდან გამოსდის ეხლა მეც ხო უყურებ ეხლა მე ძიუდოისტი ვარ სხვის თვალიანიც როგორ ხარ ისეთ რაღაცას გააკეთებს ხოლმე რომ არ მგონი იქიდან ადამიანს დაახეთქებს და ახეთქებს ფაქტია აგდებს რა გდება საკეთებს და ეს ყველაფერი მე ვფიქრობ რომ ხასიათიდან გამომდინარე არის მისი ხასიათი არის ჩემპიონის ხასიათი აქვს ყველაზე დიდი ბექაურსაც აქვს ეგ არის და მე სხვა დარჩენ მე სხვა ფიზიკური მონაცემები რა თქმა უნდა ყველაფერი საჭირო არის ძალაც გამძლეობაც სისწრაფეც მოქნილობაც კოორდინაციაც ეს ყველაფერი ძიუდოში ყველაფერი უნდა გქონდეს შეიძლება რაღაც კომპონენტი ცოტა მეტნაკლებად მეტი იქონდეს ნაკლები იქონდეს და გადადრე მაგრამ ძიუდოს ყველაფერი სჭირდება არ არის ძიუდო სპორტი რომ მარტო ძალა სჭირდებოდეს მარტო მოქნილობა სჭირდებოდეს მარტო აი ორიენტაცია გრძნობა სადახარ რო არ დაიბნი არ დაიკარგვილეთებს რო ყველა არ ვიცი მე ესეთი სპორტი აი რომ მართლა ყველაფერი ჭირდება და ძიუდოის თუ შეხედა ყველაფერი განვითარებული იქ ფეხისტით და ხილისტით მომდო მართლა ანუ ყველა კუნთი მუშაობს არ არის რომ აი ფეხბურთელებს ზოგადად წესქვე მოდიდებიან და ზემოთ ცოტა ნაკლებად რაღაცას რაღაცა აქ მეტად განვითარებული კრავჭიდებს ხელია კლავები და ის ძიუდოს ერთნაირია და ალბათ მოქნილობაც მე ბევრს გამსმენია მე მგონი ესეა რომ შენ ტანვარჯიშზე დადიოდი ხო ტანვარჯიშზე ანუ ძიუდომდე ხდებოდა ეს თუ იცი რა ეს რა იყო ანუ უნდათ ან თქვენების ოჯახის სრულიც იყო რომ ჯერ ტანვარჯიშზე გევლო და ამიტომ ძიუდოზე თუ უბრალოდ აი ეს როგორ მოხდა ეს ამბავი მე ვიდოდა რატომაც წყარში ხტომაზე სიარული ბავშვობიდან ხო და მე რომ მივედი 9 წელს ვიყავი და უკვე დაგვიანებულია არ ვიცი რატომ მითხრეს ესე ჯგუფი იყო შევსებული თუ რა იყო და ან წყალში ხტომა იყო ტანვარჯიში პლუს ცურვა და ადგნენ ჩემი მშობლები და ცურვაზე ცერტი მიყვანს და ტანვარჯიში ცალკე და ტანვარჯიში რომ მივედი ტანვარჯიში თავიდან რომ გავიგებდი ტანვარჯიში არ მინდა მეთქვი უბნეოდი რომ ანუ რაღაცა ბავშვიც როგორ აზროვნებს რაღაცა გოგოების სპორტი სამ ჩვენ დროს 90-იანებში სხვა ის იყო და გოგოების სპორტი ეს რა სახდებოდა აი ლაგუნა ვერესთან რო იყო თუ ფიზკულტურული პეტრიაშვილზე ხო ვინის ქარხანის შემოდან აღარ არის სამწუხაროდ ის ძალიან მაგარი დარბაზი იყო და შემდეგ ლაგუნა ვერაზე გადავედი და ისე მომეწონა ტანვარჯიში სულინა საერთოდ გამოვედი და დილის 9-ის ნახევარზე იწყებოდა ქორეოგრაფია პიანინოს მუსიკის თანხლებით ქორეოგრაფია ჩვეულებრივ ანუ მუსიკის თანხლებით გაწერები როგორც ანუ ასე ვთქვათ ბალერინები წერენ მაგრამ ოღონდ ჩვენ ცოტა სხვანაირი ქონდა სპორტული ტანვარჯიშის ბიჭების ჯგუფი შედიოდა 9-ის ნახევარზე ვიყავი ხოლმე დილით იქ სანამ სკოლაში წავიდოდი იქ მივიდოდი 1 საათიანი ამას გავით მე გავიქცეოდი ხოლმე სკოლაში აქ 193 დავამთავრე ვერაზე და ამის შემდეგ ვბრუნდებოდი დარბაზში და სადაც 5-6 საათი ვარჯიშობდით. ჩემი ოთახიც მქონდა მიგ და ტანვარჯიში და სხვა შორის რომ მოვდიოდი დირექტორიდან დაწყებული სკოლა მეხუწებოდა და დარჩიო და ეხლა მეგობრობ სხვათა შორის დღემდე მაქვს კავშირი იმ ბიჭებთან და გოგონებთან ვისთანაც გავიზარდე მე და საკმაოდ კარგი მეგობრები მყავს და კარგი ადამიანები არიან ყველასთვის რომ ასე ვთქვათ პირველი ის იყო იქ ცხოვრობდი ხოლმე ფაქტიურად მე ისე ვიღლებოდით მახსოვს ხელებზე დგომისგან სახში რომ მოდიოდი ვეღარ ვჭამდი ხოლმე ყბები მქონდა და ღლიანი ყბილებს რო იმაშვები ხელებზე რო ვიხარ ძალიან დიდი შრომა იყო და ძალიან ბევრი რაღაც მომცა მე ვფიქრობ რომ რჩევა იქნება ეს ყველა მშობლისთვის ნებისმიერი სპორტსმენისთვის აი მაგალითად ნებისმიერ პროფესიას რო დაიუფლო ჯერ წერა კითხვა ხომ უნდა ისწავლო ამბანი ხომ უნდა იცოდე აი რომ პროფესიაზე გადახვიდე თუ ვერ წაიკითხე ანუ ეს არის ტანვარჯიში სპორტისთვის
ნებისმიერი სპორტი. ჩემთან ერთად დადიოდნენ ჩოგბურთელები, ფეხბურთელები, მოჭირა, ანუ ყველა სპორტისთვის არის სწორად თუ გინდათ განვითარდეს კუნთი, ანუ ერთი სწორად რო განვითარდა, მე 9 წლიდან 11 წლამდე 2 წელი ვიარე. 2 წელი და არის. 11 წელი შევედი ძიუდოზე. ხო, თორემ კიდე ამბობენ რომ აი ძლეოსნობაზე სიარულიც სპორტსმენისთვის ფეხების სისწრაფე და სტადია ხო. ბილს და ნუ ბევრ სხვა რამას კიდე ხა ამდენი დისციპლინა მაგრამ ძლეოსნობაშიც ხო და მაგასაც ცოდნა უნდა, იმდენი ენერგია უნდა დახარჯინო, იმას რომ შემდეგ ტატამზე ვეღარ გამოიყენოს, ან გადაღალო, ამას დიდი ცოდნა ჭირდება და ცოტა იმაში გადაღლა ხდება ხოლმე, რას ესე იგი 2 წელი გამორჯისე, 2 წელი თამაშობ, როგორ გადახვედი დილიდან ძიუდოზე, ჯუდოზე. აი სოფელში ბებია ჩემი არის კახეთიდან და იქ ადრე ერქვა ხოლმე გრანდიოზული ქართული ჭიდაობას ეძახდნენ გრანდიოზულს მაშინ მოიხსენება სინათლე ისინი აქეთაც არისო ხოლმე ხან თბილისში და კახეთში საერთოდ იშვიათობა იყო იქ დენის მოსვლა და კვირის ბოლოს გლეხები შეკრებავდნენ ხოლმე ფულს, ზოგი 20 წელს და ზოგი ლარს თუ დადევდა კარგი იყო, ამაში აგროვებდნენ და აწესებდნენ პრიზს. და მოდიოდა 2-3 სოფელი იკრიბებოდა. ხო. და მიმართებოდა ეს ჭიდაობები და სხვათა შორის რავი, აი რამდენი წლის ვიყავი, რაც მე თავი მახსოვს, ალბათ 5 წლის, 6 წლის რო ვიყავი, აი ის უკვე ნათლად მახსოვს. და სულ დავდიოდი ხოლმე საღამოთი, იქ დენს ანთებდნენ, ეგრეთ წოდებული დიჟოკი მომხონდათ. 90-იანი წლების ერთი განათება იყო მარტო, ხო, ერთი განათება შუაში დიდი მასზე დაკიდებდნენ ხოლმე და ეს გლეხები საგროვილი ფულით ხან ცხარი სყიდულობდნენ, ხან ცხარი მოვიდოთ ერთი მეშოკი ფქვილი ან რაღაცა და მოდიოდნენ სოფლებიდან ჭიდოდნენ. სიმართლე გითხრა როგორ იგებდნენ, არ ვიცი, მაგრამ მიხა მე 80 კილომეტრის ცხოვრები ადამიანები და ესეთი სპორტსმენები მოდიოდნენ. ჩამოდიოდნენ, საკმაოდ ძლიერი ჭიდაობა იმართებოდა ხოლმე. ჩვენც ყავს თბილისიდან ყავს ჩამოყვანილი ჩვენ ახლა მე აქ ნურიოში პაპას ვეძახი და პაპა ჩემს მანქანით სპეციალურად ჩადიოდა სპორტსმენები მოეგროვებინა და ჩამოეყვანა ხოლმე. რომ ანუ ვეყურებინა რა ისე ვიხარდა მაშინ ჩვენიცაც გართობა იყო საღამოთი ვიკრიბებოდით და ეს ქართულები ასე თქვა და სიყვარულიც აქედან წამოვიდა მე ჭიდაობდი სოფლიო რომ მოვიგე ახალგაზრდების სოფლიო რომ მოვიგე და მივფრინა და იმ ღამეს გავიპარე არც ტურნებს უთხარი არავის და იმ დღეს იქიდან წამოვედი აეროპორტში ქართული ვიჭიდავ სამ სოფლიოს 19 წლის რო იყო აქედან ანუ ასე თქვა ამ ყურებაში ჩემი მიზანი იყო რომ ამ ძიუდოისტი გამოსულყავით და გვერდზე მეზობელი სოფელი არის მარტყოფი იქიდან სოფლიო ჩემპიონი ყავდა და ის ვიდეოკასეტა დადიოდა სახლიდან სახლში უყურედით ხოლმე ტოტიკაშვილი ესე უყურე კასეტაზე უყურე რო აკეთებს ხო რომლის აიყო გდება იქ პერიოდი გაგროს შუქიმიც რო არ ქონდა და მეტი გასართობიც არ იყო და მეტი ისიც არ იყო და ჩვენც იყო აი რა ასე ვთქვა ერთადერთი ისეთი სპორტი რო რაღაც ხაი მაგრამ ბოქსი მინდოდა ძალიან ბოქსზე მშოვრემმა შეიკავეს თავი და რო არა ძიუდოისტი ალბათ ბოქსერი იქნებოდი ყველას ძალიან მიყვარდა ხოლმე ხო შეიძლება ტაისონის გავლენა ხო მაშინ ყველაზე ახალგაზრდა აი მაგასაც უყურებდი ხოლმე და სადაც 5 წლის ვიყავი ეს არ ვიცოდი სოფლიო ჩემპიონი და გამოვიდე მეთქი იმას რო უყურებდი ტაისონს ალბათ ის მაგრამ დღესაც მიყვარს ტოტიკაშვილი 99 წელს გახდა სოფლიო ჩემპიონი და ალბათ ეგ პერიოდია 90-იანების და მე მაგანაც გამოიწვია რომ როგორც ჟიადაურმა რომ მოიგო და გაივსო დარბაზები ესეთი ის იყო ვიცი ეხლა მაგალითად ჩვენი ნაკრები ფეხბურთის ევროპაზე რო გავიდა და ის სულ წავართოს ძიუდოისტებს ჩემი შვილიც ისახს ფეხბურთი რომ მინდა ანუ ძალიან იმაშვება ასე ვთქვათ წარმატება ხალხს რა ქვია უბიძგებს იმ სპორტისკენ და იზიდავს უკვე ის სპორტი აყვარებს თავს შედეგი რო არ არის რაღაც სპორტში არც ახსოვთ რაც დიდი შედეგი ჩემზეც მაგანი მოქმედა ალბათ ბავშვი ვიყავი და ესეთ სოფლიო ჩემპიონი კილომეტრი ნახევარია დღეში 6-ჯერ გადარბოდი და დღეში რა ნუ დილის სერვიზზე 6-ჯერ გადავსრულა და მოსულა ნორიო მარტყოფი ანუ ერთად არის თითქმის სოფელში რო ესეთი ჩემპიონი ყავს ყავს სპორტისკენ არც მიფიქრია სიმართლე გითხრა საერთოდ შორის ესე იგი
საკმაოდ დიდი ხანი ელოდა ქართველი გულშემატკივარი მთელი საქართველოს სოფლიო ჩემპიონს, იმიტომ რომ ცირეკიძის გამარჯვების შემდეგ ეს იყო 2007 წელი. 7 წელი, ხო. ფაქტიურად შემდეგ ცირეკიძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა პეკინში, მაგრამ სოფლიო ჩემპიონი ძალიან დიდი ხანი საქართველოს არ ყავდა. 2008-9, მაშინ 7 წელი. მაშინ მართალია სხვანაირად ტარდებოდა, ხო გასწოს ოლიმპიურ წლებში არ ტარდებოდა, მაგრამ მაინც და აი მოდი უცებ რომ გადავინაცვლოთ შენთვის ყველაზე მაგარ წლებში ხო ეს ფაქტობრივად დიდი ხანი ცოტა შორის არ იყო აი 3-4 წელი ხო როდესაც შენ ვიყავი პიკში ასე ვთქვათ ხო ეს არის 13 როცა სოფლიოს ფინალი იჭიდავე 14-ში ძალიან ის სოფლიო ჩემპიონობა ხო და პარიზის სლემებს იგებდი ერთადერთი ხარ მე მგონი არა ლიპოსა სამჯერ აქ ლიპოს ხო სამჯერ ხო შენ ორჯერ და ტოკიოს სლემი მოდი აი ეს წლები გენატრება ის პერიოდი ის და როგორ ფიქრობ რა როგორ მიაღწია აი ამ წარმატებას მაინც რისი დამსახურება იყო ეს აი ეს წლები რო გაიხსენოთ 14-15 შენთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი. როგორც ყველა უშრომელად მე არ მგონია ვინმე რამეს მიაღწიოს და ამის ილუზია არავის არ კონდეს რომ რაღაცას გაიზარმაცებს ღამე არ დაისვენებს უგასვარიგებ ბავშვებს უძილობა არის პირველი მტერი სპორტსმენის ურეჟიმობა. მე ტელეფონი 25 წლამდე საერთოდ არ მქონდა. ანუ რიოს ოლიმპიადის მერე ვიყიდე ტელეფონი. ანუ ჩუქნიდნენ, როგორ არ მქონია 1-5 ტელეფონი მაჩუქეს, რომ ვიგებდი რაღაცას, ჩუქნიდნენ ხოლმე და ეგრევე ვინც ახლობელი ვინც ყავდა ნათიცავი გავხსნელი 5 თვათამდე ეგრევე არ მჭირდებოდა. 21 საუკუნეა მესმის და ვერ ავწდებით, რა თქმა უნდა, გამითხოვეთ და საჭიროა და აუცილებელია რაღაც დონეზე უნდა ვერკვევდეთ, მაგრამ სუმაგას ვეუბნები ბავშვებს დიდი ხანი ამ გაჭეტებთან ჯდომა ნერვებს აზიანებს, ფსიქიკას დიდსაც და პატარასაც და ზომიერი ყველაფერი შეიძლება, მაგრამ უზომო არაფერი არ ვარ და ძილი პირველ რიგში რა მთელი ღამეში რიგი ჰორმონები გამოიყოფა, ზდის ჰორმონი რაც გვაქვს ამოტროპინიეს 11-დან 12-დან უნდა გვეძინოს და ხოლმე მაშინ გამოიყოფა ის რაოდენობა ოპტიმალური თუ არ გვძინავს კარგად და ძილი არ ვარ, რა თქმა უნდა იმის რაოდენობა შეიძლება ნახელები, შეიძლება სუსტება და ამას რო აკლდება, უძილობა აკლებს ჩვენ ჯანმრთელობის ინდექსი 50-70% აუარესებს, ფსიქიკას, კუნთის აღდგენას და იმუნიტეტი, ყველაფერზე ვიტყვი, ჩათვალე ყველაფერს აკლებ და პირველ რიგში მე ჩემს არ არსებობდა არაფერი ხოლმე. ფრენის გარდა და ისე უკვე ბოლოსაც ოლიმპიადის წინ და თელი სანამ ვიგებდი ამ რეჟიმში ვიყავი, როგორც კი ეს რეჟიმი აურე, შედეგმაც აურე, მაგრამ ჩემს სხვა ისეც ჰქონდა. ტრამვები და ხელი ეხაც ვერ ხმარობ დღესაც 2 ოპერაცია მაქვს გაკეთებული და სამწუხაროდ ბოლომდე ვერ აღვიდგინე. მე ფსიქოლოგიური ტრაუმაც ჰქონდა, იმიტომ რომ ყველაფერი ჩავდე მე ოლიმპიადამდე და ოლიმპიური ჩემპიონი რო ვერ გავხდი, ანუ ფსიქოლოგიურად მე ვიცოდი რომ ამას ვეღარ გავაკეთებდი უბრალოდ. ასე ვთქვათ, ბოლო 6 თვე შაქარს საერთოდ არ ჭამდი, 2 წელი გაზიანი არ ქონდა დალეული, ღამის გატეხვაზე ხო თუ რამე არსებობდა, ან მეგობარი არ დაბადების დღე ღამე არსად, ხოლმე დღისით ვეუბნებოდი, იცოდნენ 11-12 დღის განმავლობაში, მე 9-ზე მე საათზე სახლში უნდა წავს ვიყავი ხოლმე. საათს ვიყავი და უბრალოდ იმდენად ყველაფერი გავაკეთა, ყველა ვარჯიში კიდე აი კოლოსალურ შრომას ვდებდი. და მე ვფიქრობ ყველაფერს ცოდნან ხა ამ გადმოსახედან ცოტა მეტიც მომივიდა და მეტიც არ არის ყველაფერს ჭირდება ცოდნა რა მეტი რომ მოგდის და რო გადაიღალა ეს ტრამვები ციკიდან წამოვიდა აი 2016-ზე ვიტყვი 2016 წელს 2013-14-15 ზედად მოვიგე ევროპა და 16-ში მეორე ავიღე ფინალი წავაგე ამ ევროპაზე სრულიად უწყინარ მდგომარეობაში ტატარაშვილთან ხურდებოდი და მე თვითონ გამოვარ წერი და გახურების დროს ახლა არც შეძლიერა უბრალოდ ანუ ასე ვთქვათ ხურდებოდით და ჩემ გაკეთებულ წერზე გამიწყდა უკვე ნაჯვარედინი სრული გაგლეჭვა
დავიხედა ესე ვიჭიდავი 5-ვე შეხვედრა და ფინალში გასულა შევძელი, მაგრამ მე თქვენ ნახევარი ვეღარ ვარჩევდი, ის იყო სადღაც 3 თვით ადრე რიოს ოლიმპიადამდე. თქვენ ნახევარი საერთოდ ვერ ვარჯიშობდი, მე გადავიღე იაპონიაში და წვენმა მითხრა რომ არაფერი გაქვს და რომ არ მაქვს მეთქი ვერ დავდივარ და ხო არ ვიგონებ, ხა იცოდნენ ავთო რო იტყვის ტყივა, ესე იგი მართლა ტყივა უზნა მიცოდა ხოლმე, იმიტომ რომ არ არსებობდა მე ვარჯიში გამეცნია რამე ტყივილი ან რაღაცა თითი მოგვიტეხია, ხა ვალოვსაც უქნია, ვალო მე მინახე ეს ნეკათითი დაუტრიალა, ძვალი დაუტრიალეს, გაისწორა, ნე გამოხეული ქონა, გადაიხვია და ეხაც ესპანეთში გაგიჟდნენ. გააგრძელა ისევ და ის იმ სეგმომორობაში მქონდა ანუ სრული გაგლეჯვა მაქვს უკანა ჯვარედინის და დამიმალეს მწვრთნელებმა რომ იქუთქია იაპონიაში რომ საოპერაციო არაფერი აღარ ეშველება ამასო და უკვე ოლიმპიადა კარზე იყო მომდგარი და არ მითხრეს რომ საერთოდ არ ვთქვა თარვანელიურად მაგრამ ვეღარ დავთიოდი და კი გაიქნეს რომ არ მითხრეს მაგრამ იქ კიდე სხვა შეცდომა იყო იღბალიც გჭირდება ყველაფერზე ზოგს ისეთ გდება საძრავენ ზოგს ისეთი მე ამ ამერიკელს ვაგდებ გდებას უღებ შუამსაჯმა მომცა აჩვენა ვაზარი უზნა იყო მწვრთნელი და წამოხტა აწია იპონი და შემდეგ რატომაც სრულიად გამიოქმეს შენ კარგად გაიგებ ხარ რასაც ვიტყვი კი ამიტომ იყო ჩემი ამან გამოიწვია ჩემი ნერვიულობა ქედან გამომდინარე იყო რომ მე უტევდი კიდე და აღარ მჭირდებოდა და მეწავედი და აქედან გამომდინარე იყო შეცდომა დავუშვი, იმიტომ რომ ვიფიქრე რომ მეთქი ესე იავნად დავაგდე და ალბათ უნდათ რომ წამაგებინონ შეჯიბრი და მაშინ მოხსენებათ ერთი შიდოთი ვიგებდი, ერთი შიდო რომ მოეცათ გადავედო და დამტებჩე უბრალოდ ჩავლებას გაჩვენენ არამეს და ისე მოხსნიდნენ და გაგაფუჭენენ არა და ამ ამერიკელზე ვიდახდი რატო პირველი არ შემხვდა პადარკარის მეთქი კუბელი შემხვდა სხვა შორის პირველი შეხვედრა მსოფლიო მეორე პრიზიორი რომ არის 90-ში სილვამორალესი ხო ივანს და იმაზე ვიდახდა სილვამორალესი უგებდა ამას ხოლმე და მეთქი რატო ის არ შემხვდა და შემხვდა იმაში და ვეუბნოდი რომ ეს ჩემთვის პადარკა რა აღარ იყო პადარკა მინდა გითხრათ რომ ჩემი აზრით სხვანაირები იყვნენ ოლიმპიადაზე მე მიუხედავად იმისა რომ არაფერი დამიკვირდა და ყველაზე მაგრამ ის მომზადე მაინც ყველა ისე მომეჩვენა არ ვიცი რატო სხვანაირად მომზადებულები იყვნენ თუ რაღაცა მაგრამ ადამიანი თუ 4-5 წელი ის გამძლეობა და ძალა არა გაქვს იმ ორთვეში საიდანაც ვერ მოიტან მე ვფიქრობ რომ რაღაც პრეპარატებს შეიძლება ხმარობდნენ ან რაღაც იმიტომ რომ სრულიად სხვა იყო მართლა ვეძახდი ხოლმე რომ საჩუქარია მეთქი ეს და მიხარდა რომ შეხვედრა ტრევისტიმესთან მე მგონი ყველა გდებაც ანუ სულგებდი ხო სხვა ტურნირებზე არასდროს ვარჯიშზეც კი გდება არ აქვს ჩემს გაკეთება ამ სტიმეს ხო ვარჯიშზე ერთობლივ ზბორზე იმაზე ძალიან ადვილად ისე მართლა როგორი ის არის ხო ანუ ლონდონშიც მე მგონი მასთან მაჩვენებდა წავაგე და იქაც მაჩვენებდა კი ბატონო თუმცა რიო უფრო ვიცი რა იყო ხო რიო ნახევარფინალი იყო ხო მაგრამ ხდება ეხა ამ გადამოსახედა მაშინ მეც ვლობდი, მაგრამ ყველაფერი ხდება ესე რომ ჩამოწეროთ და გვეგმოთ ჩვენ ცხოვრება სადღაც ექნება და გეგმას რომ იყოს შენი ცხოვრება. რასაც გეგმობთ ანუ ეს იყო ჩემთვის დიდი ტრაუმა უბრალოდ იმ დროს თორე. ეხლა გადამსახედიდან სულ სხვანაირად უყურებ რა. ნუ დიდი არაფერი შეიცვლებოდა სინამდვილეში. რა თქმა უნდა, რისაც წვალება ტიტული კარგი იქნებოდა, მაგრამ დღესაც ვარ ალბათ მე ისევ აქ ვიქნებოდი, მაგის თქმა მინდა. ხო ეს ნუ ოლიმპიადებიდან ესე იგი ნუ ესეა ხო ოლიმპიადას მაინც აი როგორ შეაფასებდი რა არის ოლიმპიური თამაშები რომელიც შეიძლება იყოს გახდეს რაღაცა სპორტსმენისთვის რაღაც საოცრება და ან მოგიტანოს უდიდესი სიხარული და ბედნიერება და ან მოგიტანოს ტკივილი და აი რაღაც ესეთი ის არის ხო შენთვის რა არის მაინც ოლიმპიური თამაშები როგორი სინამდვილეში არის იღბალი ხო ჩემი აზრით და იღბალის გარდა უნდა იბრძოლო თუ არ იბრძოლო ის იღბალიც არ მოვა რა თქმა უნდა მაგრამ იღბალი არის რატო გეტყვით სოფლიო ხო ახლა თან მით უმეტეს ყოველ წელს სტარდება და ოლიმპიურ წელს როდესაც ყველა ოლიმპიადის შემზადება ნახევარი არ ჭიდაობს და ის მაგრამ მე ვფიქრობ რომ ოლიმპიადა უფრო პატარა ტურნირია ვიდრე მსოფლიო როგორც ესეთი ერთი აიღო. უბრალოდ ერთი შეცდომას რომ დაუშვებ, აი ნერვების თამაში ერთი შეცდომა, იქ უკვე ყველაზე კარგად რომ უნდათ იყო, ზოგს მეტი მოსდი, ზოგსა და 4 წელი შეცდომას უშევ, კიდე 4 წელი უნდა ელოდო.
და ამის გამო არის ესეთი გამორჩეული, თორე როგორც ერთი ტურნირი რომ აიღო, მე ვფიქრობ სოფლიო ბევრად ძლიერი გამოდის, იმიტომ რომ ბევრად მეტი სპორტსმენია შეიძლება ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაცა საერთოდ რო არ ვიცით მეათე ნომერს მოუგია პირველი ნომრისთვის და ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, ნაჩუქარი იმით ყოფილან ოლიმპიადაზე და ოლიმპიური ჩემპიონები მოხდარა, ესეთ შემთხვევაც ყოფილა. ასე თქვა იღბალი არის რა, იღბალის თამაში არის. სოფლიო ჩემპიონი რო გახდე, ანუ ეხლა ლუხუმმა რაც გააკეთა. აბა, 2019-ში ტოკიოში. ეგ უკვე იღბალი არ არის. ეგ იბრძოლა, ყველაფერთან, მაგრამ 7 შეხვედრა მოიგო. 7 კი. 7 შეხვედრა მოიგო იაპონიაში 60 კილოში. აბა. და ოლიმპიადაზე უკვე შეიძლება გაგიმართ. მაგალითად დღეს რო ავდგე, ხო? ყოფილა ვარჯიშები, მისულ ვარ დღეს სამჯერ დამეხეთქებია იაპონი, მეორე დღეს ამდგარ იმას მეორე შანსი აღარ აქვს ოლიმპიადაზე რა, მაგის თქმამდე, აი სოფლიოზე ხო შეიძლება ერთი წელი წააგო, მეორე წელს სულ ფეხზე და მესამე დღეს ადრე და მესამე წელს და თუ არა მეოთხე წელს, ანუ 4 შანსი გაქვს, იქ ერთი. კი ბატონო. ანუ 100%-იანი სოფლიოს შანსიდან 25% იქ-ჩება. მე ანუ 4 ჯერ შეგიძლია ცოდო სოფლიოს და ოლიმპიადაზე ერთხელ. მერე კიდე მეორე 4 წელი და იქ ტრამვები არის. შეიძლება ვიღაცა საერთოდ ვერ მივიდეს მეორე ოლიმპიადამდე, აი როგორც მე დავიმართა 16-ის მერე მაგალითად 2 წელი ფაქტიურად ჩამივა 6 თვე რეაბილიტაცია მე-2 თვეში დავიწყე, მე დავიზიანე, არ დავაცადე ვიჩქარი. მეორე ან მთელი წელი ანთების ნებზე ვიყავი, მე დავაზიანე, მე კიდე მეორედ გავხდა საოპერაციო, კიდე 6 თვეა და 6 თვე რო გაჩერდები და დაანებ, ანუ შემთხვევაა ყველაფერი რა. ისეთი ტრაუმა შეიძლება მიიღოს სპორტსმენმა, საერთოდ არ გააგრძელოს. თუნდაც ეს ჯვარდინის გადანერგვა ისა 6 თვე ჩერდები სპორტსმენი ძალიან ძნელია უკან მიბრუნება და დაწევა. მე კიდე მინიმუმ 6 თვე გინდა. რო დაიჭირდა თან როცა კონკურენციაში ხარ და შენ წონაში ძლიერი არის. ის 6 თვე რო 6 თვის მერე ფაქტიურად ახლიდან სიარულს სწავლობ. კიდე 6 თვე კაი ფორმაში გინდა მოხვიდე. თქვა ერთ წელი დაკარგე. მე იქ შედეგი უნდა გააკეთო, რომ იმაზე წინ წახვიდე. ის უკვე წინ არის მედლებით, რა თქმა უნდა, ის ჯოვნის და აი ჩათვალე რომ აი ძალიან ძნელია მანდიდან გამოძრომა, ძალიან მაგარი უნდა იყო და აი მოდი სოფლიო ჩემპიონატები რო ახსენე ხო რომ ანუ როგორც თქვი რომ ერთ წელს თუ არ გამოგივა მე შემდეგი წელია იმის შემდეგი წელია და მოდი ეს ფინალები რო გავიხსენოთ შენი ფინალები სოფლიო ჩემპიონატზე აი ჩემი მაგალითი 13-ში ფინალი და 14-ში მოიგო 13 სლოიკი პიეტრი და მედალი 14-ში ეს ფორტია ხო ანუ ეს ორი ფინალი პიეტრი როგორი ჯუდოისტი იყო ისე რაღაც შემტევი იყო ისიც ხო ანუ იბრძოდა პიეტრის ნარი ახლა რო ყურებ არის ვიშევადა რომ სიმართლე გითხრათ ხომ მართლა ვიძახი პიეტრი იყო სპორტსმენი რომელთანაც ვერცერთსა ვერ მოდუნდებოდი როგორც კი მოდუნდებოდი დაგაგდებოდა და მაგის მაგალითები არის პირადად ჩემთან ძალიან ბევრჯერ ვარ დაგდებული 2015-ში მომიგო გუნდურზე ბოლოს ხო ისეთი დამაგდო ჰაერში მოვედი აზე მიუხედავად ისა რომ ევროოლიმპიადა მოგებული მქონდა გუნდური პიეტრიმ დამაგდო და აი ეს იყო სპორტსმენი ვისთანაც სუდაძაბულს უნდა გეჭიდაო და სულ უნდა გეკონტროლებინა ერთი წამით ამის უმთქებდი და აი იმ ერთ წამში ხდებოდა ყველაფერი კი იცის გულში მოგევა ფრანგი ლოიკ პიეტრი ხო კი ბატონო, ამით ეს მოხდა იმ ფინალშიც, ხო? ერთ-ერთი ძლიერი ძიუდოისტი იყო და სტაბილური შეიძლება არის ახლა ნაგასე და ძალიან მაგარი სპორტსმენია და მაგრად მომწონს რა, ფაქტიურად ახალგაზრდებიდან კონკურენტები ვართ, პირველად 19 წელს ვიყავი ერთად რომ ერთმანეთს რო ეჭიდებოდით. მე და ეგ ჭაბუკებში იყო მე ახალგაზრდებში, მაგრამ ზბურზე პიტერასოს მოხდა 2000-ში პირველად ნახე მაშინვე საშინად ცუდი საჭიროება ბავშვი იყო. მაგრამ ის უფრო ტაქტიკოსია. ეხლა სიმართლე რომ გითხრა, ნაგასეს ფიზიკურად ჯობნიდი. ერთ ზარაში და იცოდა და გარბოდა. ჭიდაობა რომ დაიწყებოდა, ჩემთან ნაგასეს არ უჭიდავია. პირველი 2 წუთი ნაგასე იყო, აი სად გაქცეულიყო არ იცოდა ხოლმე. ხან 4 წუთიც და დამატებით დროში იმაშებოდა, იმიტომ რომ ძალებს ათანაბრებდა. საოცარი ტაქტიკოსი არის, ტაქტიკურად ალაგებს ჭიდაობას, აი ძალიან მაგრად რა. ეგრე ვიღაცა ალაგებდეს, იცოდა რომ ერთ ძალაში ვერ მაჯობებდა და პირდაპირ დამჯახებოდა, ასე ვთქვათ, წამებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდა და სულ იყო ჩაშლაზე გაქცევა და სად გაძრალიყო, გამოძრალიყო, ჩემი
კუნთური მასა მაგასთან შედარებით სხვანაირი აგებულება იყო, მეტ ჟანგბადს მოიხმარ და მე ვიღლებოდი, ან ჩამოვცდებოდი ხოლმე. მე თუ აქ ვიყავი დასაწყისში და ეს აქ იყო. ესე რომ ჩამოვიდოდი, ესე ვაკიყო და ესე ვცდებოდი ხოლმე და პიეტრის კი რიქით უშვებოდი ხოლმე. პიეტრის გამძლეობაში მოვიჩვენდი ხოლმე და პიეტრის ძალიან ძლიერი იყო. პიეტრი და მე ერთმანეთს ვინ რომელი ჩემპიონი ასე ვთქვათ. მაგიტომაც გახდა ალბათ ხო ნაგასეზე რო ვისაუბრთო ესე დროს აკენ მოდი მაინც პიეტრის დაუბრუნდეთ მე უფრო პიეტრი მირჩევნია მაგას ვიძახდი. ანუ პიეტრი უფრო სანახაობრივი, უფრო ლამაზი იყო და მეთანხმება ალბათ მაყურებელი, ეს უფრო ტაქტიკოსი ჩაშლაზე და სწორად და ოღონდ მოიგოს და პიეტრის აქვს ულამაზი ზიგდებები აქვს მე თუ აღიარო და ჩემთვის 91-ში ჩემ კონკურენტებში გამოარჩევდი პიეტრის რა თქმა უნდა აი ერთ-ერთი ყველაზე სუდი საჭიდაო და თაროქსია მოვნებდა თუ დავიმჯდახი რომ რა დროს დაეცემოდი ვერ გაიგებდი და ძალიან კონტროლი გიწევდა ფინალს რაც შეეხება 2013-ში ხო რიო დე ჟანეიროში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ძალიან დასანანი იყო შეიძლებოდა მაგ ფინალის მოგებაც მაგრამ ხდება შეცდომა დაუშვიდა ხდება გაუშვი ამ გდების მე ვეღარ შევძელი უბრალოდ ამ მოკაჩვა ანუ ძალიან მოვინდომე მაგრამ კარგად მეჭიდავა ტაქტიკურად კარგად გამიყვანა იქაც იყო რაღაცა ისინი ტატამიდან ბოლოს გაისენა და გაფრთხილება ეკუთვნოდა მაგრამ საერთო ჯამში ვფიქრობ რომ ისეთი ხდება გამიკეთა რომ ეკუთვნოდა ეს ჩემპიონობა მაგრამ ზუსტად 2 დღეს მერე რიოში 2 ვაზარით მოუგე გუნდურ ჩემპიონატზე იქვე და ისე გამამწარა მე შემდეგ პარიზში მოუგე რამოდენიმე თვის მერე ხო პარიზიდან კიდევ რამოდენიმე თვის მერე ევროპის ფინალი მოუგე მოდი აი ევროპის ფინალზე ცოტა ხანი გავჩერდეთ ის ხდება არის მანდ ხო აი რაღაცა სასწაული ამბავი რო არის ხო? გზგდება. ხო, აი მაგ ეგდება. სინამდვილეში მე ველოდებოდი, აი ახლა ჩემს პროცესსაც ვასწავლი ხოლმე. რაღაცისთვის შეიძლება ძნელი იყო, მაგრამ პირიქით ზედამაჯდა და მე ანუ მე ვიცოდი ის რომ დაიწყებდა მოძრაობას. მეც გაჩერებული ვიყავი. თუ გააქვთ ეს კადრები მე დააკვირდით. მეც გაჩერებული ვარ და ისიც ევროპის ფინალზე ამბობ. ველოდები. ხო. ველოდები რომ როგორც კი მოძრაობა, ანუ მყარათ როდესაც დგას კაცი ორფეხზე. სულ ეხლა რომ ბავშვებსაც მოგასწავლე რომ გამოიყვანე, გაატარე, რომ დაკარგოს წონასწორობა, ანუ სიარულის დროს კაცი ნახე რომ როდესაც ორფეხზე მყარა დგას, ხმარობს თავის 100%-ს. და ვერ ვძრავდი აქედან, ეს რატო ვერ ავწიე? სამოძრაობა არ დაიწყო, მაშინ პირდაპირ ავწერდი. ველოდებოდი როგორც კი ის დაიწყებდა მოძრაობას, მეც უნდა დამეწყო. ნუ გამოვიდა რა, რასაც ველოდებოდი ზუსტად იგივენაირად მხავს დაგდებული თან იგივე პიეტრი მარცხენა მხარეს. რატომღაც ეს გდება არ არის გერმანიის ტურნირზე სხვათა შორის მარცხენა მხარეს. უშუალოდ ზუსტად თითქმის იგივენაირი გდება არის. ანუ ეს ხო იყო მარჯვნივ. მარცხენაც ხავს დაგდებული. არა ეს კადრები და ეს ხო დღემდე სხვათა შორის ძალიან ბევრი კლიპში დამსახურებაც არის წელი ვიღაცა ეხა. სუიძახი ელასტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა რატო რას ვფიქრობ ახალი ამ წესებით აი ეს თავის მომენტი ხა ალბათ ეხლა ამოიღეს. ხო ვიცი ეს თემა. მაგრამ მაშინ არ იყო და ეხლა რო ყოფილიყო ესე ალბათ ეხლა რო სამწუხაროდ მომხსნიდი, მაგრამ მარტო არა, ონოს ბევრი გდება არ იქნებოდა ძალიან ულამაზესი გდება და ონოს ესე აკეთებდა. მე ვფიქრობ რომ ეს ხლა ბეკაურიც რომ მოხსნეს იმასთან, უზბეკთან, ბობონოვთან. ხო. აი ეს იყო ასე ვთქვათ, აი როგორ გითხათ ხა როგორ გაჩვენოთ არის გამოდება თუ არა. ხელი რო გეჭირავს და მოგვერდე და მუხლებზე ხარ, კაცი წინ მიყავს. ხელი თუ უნდა გაუშვა ხელები და დავდო კაც. აი როგორ უნდა დააგდო თავი რო არ შეახო. მესმის ხიდი ისჯებოდეს თავის დაცვა, სპეციალურად ძნეკი რო გავაკეთო, მაგრამ ზემოდან ვარდნაში რომ მოვდივარ და შუბს დავდებ და გვერდს დავდებ, ანუ ეს ეხლა ცოტათი შეიცვალა რომ დაუშვათ თუ თავს მიმართულებას შეუცვლი მე ისიც არ მომწონს ხელებს რო დებენ მაგალითად იდაყვებს და იმას და გაფრთხილებას ვაძლევენ. თუ ხელით არ შევიკავე თავი. ხო, ეს უკან ეს. იდაყვებს რო დებენ. ეს ჩვენ დროს იყო ხოლმე და მე არ მახსოვს მაგაზე ტრამვა მიიღოს ვინმეს. რომ იყოს ტრამონტებული და ქონდეს პრაქტიკაში შეიძლება იმიტომ დაუშვათ იპონისგან თავს ხო, მაგრამ ხელი თუ არ დავიცავი და ფეხი თუ არ დავიცავი დავწევი მაშინ.
მე მგონი აი მაშინ კოცოევსაც მისცეს მაგაზე ისე ავთო რას ფიქრობ იმ ფინალზე კოცოევი სულამანიძე რას ფიქრობ აი სულ მაინტერესებს ხოლმე ვკითხო აი თქვა შენ და თქვენნაირ პროფესიონალებს ხოლმე ჩვენ მაინც ფანერად მეც ოლიმპიადაზე იგივე შესწავლილი და სიმართლე რო გითხრა კისრულზე რო გადავდიოდი თუ აი რავი ჩემი ორი წამი ეს ხელი ჩავარ მე თამას ხელზე მივადებ რომ ვიცოდი რომ აღჩობდა და ეს ხელი ამიცდა მეც აი სტივენსთან ეგ მოვიდა სულამანიძესთან თითი უბრალოდ გაეშვა სულამანიძეს თითები რო არ გაშვებოდა არავითარ შემთხვევაში არავინ არ მიცევდა გაფრთხილებას არ ჩაუთვლიდნენ ჩაწოლად და ჩათვლიდნენ შეტევად ანუ არ არსებობდა მანდეიდან უბრალოდ ხელი თითი არ უნდა გაშვებოდა აი ეგ შეცდომი გაეშვა ეგ თვითონაც მე მეგონი რომ გაეშვა ხელი ანუ მე ხო რავი ჩემი გადამსახელან რაც ჩანდა იმაშვები და უბრალოდ საჯებს ის არ დარჩათ ეხლა საჯებს რო დავამდუროთ მაგას აქტიურობაში ვერ შევხვდე იმიტომ რომ ხელები არ ეკით კაცი იწვა ის ედგა თავზე და ხელები იქამდე რაც შეეხება იპონს ჩვეულებრივ შეიძლებოდა იპონიც ჩვეულებრივ შეიძლებოდა ვაზარიც რა თქმა უნდა არ იყო ეგრე რომ 100%-იანი იპონი იყო ან 100%-იანი ვაზარი იყო ორივე შემთხვევაში რომ მიეცათ სათქმელი რომელი ქვეყანას იპონი რომ მიეცათ აზერბაიჯანელები იჭყვნენ ვაზარი მისთვის ქართველები იჭყვნენ ეგეთი შემთხვევა იყო ანუ 50 იყო გინა საჯის სიმპათია საერთოდ გადაიხლებოდა და ჩვენ ისეთი პატარა ქვეყანა ვართ ამდენი ოქროს მედალი სულ 7 წონა არის და საქართველოს ეგ ისიც არის პირველ დღეს რომ ბექაურს ვერ მოეგო დარწმუნებული ვარ რომ იპანს მიცემდნენ და სულამანიძე გვეყოლებოდა ოლიმპიური ჩემპიონი ну რაღაცეები ესე აი ხო წევანაც მოყვევი კვარაზე რომ და იმაზე რომ თქვი ევროპაზე გავიდნენ მეთქი ფეხბურთელი და კვარას მაიკამაყილინა ჩემმა შვილმა ეს ისკაც ნაწილდება ხო საქართველოს მოწამოიღოთ 7 მედალი ძიუდოზე დარჩებით ქართველები აღარ ივლიან და პოპულარობა აღარ ექნება და ეს მომენტიც იყო ისეთი როგორ თქვა რომ რაღაცა გაგვაფუჭეს და ხალსაჩინოთ დაგვჩაგრეს მე ვთვლი რომ ესეთი არ ყოფილა უბრალოდ ბოლოში ვერ ახსნიდა ვერავინ რატო არ მისცეს მაშინ თუ წესებში გიწერია ფარშატაკა ისჯება შილეთი მაგ შეტევას ვერანაირად ვერ დაარქმევდი რაც რეალობა არის მაგრამ ერთი რაღაცი დამატება მინდა იმას არაფერი გაუკეთებია ეს შეჯიბრი მოიგო სულამანიძემ ოლიმპიადა და წააგო სულამანიძემ ანუ იმას ნამდვილად არაფერი გაუკეთებია ამას ვიტყვი არ არის ცუდი ბიჭი ვიცნობ მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონი ქვია იმას თორე იმას ნამდვილად არაფერი არ გაუკეთებია ამანქნა ყველაფერი ჩვენმა მაგრამ არა უშავ მაგარი ბიჭი კი გამოვა მაგალითად კი ბატონო ახალგაზრდა არის ძალიან ახალგაზრდა ძალიან მაგრამ გამოვა და აუცილებლად მე ვფიქრობ რომ შეძლებს ის თანშრომელი ბიჭი არის და თავარი ეგ არის რა რომ შრომით ისეაც ყველაფერი გამოსული იყო და კიდევ აცი უფრო დიდი შედეგი ექნება თავარი ესე გააგრძელოს და მე ჭვიც არ მეყარება რომ გააგრძელოს იმიტომ რომ ძალიან თავდაბალი ჩამოყალიბებული ჭკვიანი ბიჭი არის და ესეთი რაღაცები არ შეეშლება რა უნდა გააკეთოს როგორ უნდა გააკეთოს და რა სჭირდება სპორტსმენს კი ბატონო ავთო მოდი აი მაინც კიდევ ორი ისეთი მომენტი გამოვარჩიო ჩემი კარიერიდან ხო ალბათ თავადაც დამეთანხმები ტოკიოს გრანსლემზე გამარჯვება იმიტომ რომ ხო იცი ხარ როგორ არის ეგ ხა სულ არის მოგებული აქვს სამ ქართულს მე კითხავს მისვედი და პირველი გამახსენდა რომელიც გამოვარჩიო ნამდვილად ეგ იყო თავიდან დავით ბოდაველ 80-იანი წლები იყო მაშინ და სხვა დრო იყო მაგრამ თანამედროვე ეპოქაში ფაქტიურად შენ ხარ პირველი მე ბეკასა აქვს მოგებული მაგრამ გოსაკაში მაგრამ მაინც მაგაზე იგივე არის და ნუ მედლები არის კი ბეკაურსაც აქვს რაღაც ლუკა მაისურაძეს ორი ვერცხლი აქვს ლიპოზაც აქვს და იქამდე ორი მესამე მაქვს მაგრამ მესამე ვიღაცა ტერაშულსაც აქვს და სხვა მაგრამ მოგება ტოკიოს გრანსლემის აი ტოკიო და პარიზი რა მაინც ეს ალბათ ეს ორი ქალაქი ეს ორი გრანსლემი არის განსაკუთრებული ხო
და ამ ხრივაც შესული ხარ ისტორია პარიზში კი როგორი დარბაზი არის, როგორი გულშემატკივრობა და რა ქვეყნის ის რა აქვს მნიშვნელობა მე ვაი ძიუდოს 64-ია მან სიამონებს უბრალოდ დარბაზში რო დაჯდე ისიც ხალხის ყურებას კი სიამონებს სპორტს უყურე. კი მე მახსოვს 2014-ში მოიგე პირველად და მან დროს პირველად დავესწარი მეც პარიზის განათლებას მაგ ანუ 10 წელზე მეტია გასული უკვე მე ფოტოს გვაქვს გადაღებული იქ და პირველად მაშინ მეც ვნახე მეც შევიგრძენი რომ თურმე რამდენად მაგარი შეიძლება იყოს ატმოსფერო დარბაზში ხო აი ეს ორი რო გამოვარჩი ეს ამ ორზე რომ ეს ორი რო გაიხსენო იაპონია და პარიზი ჩემთვის ახლა რა თქმა უნდა იაპონიაში მოგება სხვა დატვირთვა აქვს ერთ-ერთი ოცნება იყო აი როგორც ოლიმპიადა ერთ-ერთი იყო კანო სხვა ტურნირზე ესე არ მიოცნებია რომ რაღაც არც პარიზზე სიმართლე გითხრათ კანო მაინც გამორჩეული არის იმიტომ რომ 4 იაპონელი ასპარეზობს ბიჭები 7 წონიდან 6 მოიგო აზიამ იაპონია კოლეგა იყოს ჩემს და ევროპიდან იყო ხოლოდ მე რომელმაც შეძლო და მოიგო და თან გადაღლილი ვიყავი ანუ რაღაც ცოტა მეტი მომიდა აღდგენა არ მქონდა და მაგ ზბორზე ვისვენებდი ასე თქვა და ჩემი იმედი არ ჰქონდათ იმდენად რომ შეჯიბჭიდავდი მაგრამ როგორ ვარჯიშობდი იცი აი მოკლებული მქონდა ვარჯიშებს ნაკლები ცოტა რომ აღდგენაზე მუშაობდი და რაღაცა და ხო გეუბნები რომ ესაც ყველაზე ნაკლებად ველოდებოდით მაშინ მოვიგე ჩვენ თვითონ მახსოვს ფიზიკის მწვრთნელი იძახდა უზნაძე შეუბნება მისი არ ვიციო ჩემზე ეუბნება ლესო ლიპო მოიგებსო და ლიპომაც მედალია იყო მე მგონი მაგ წერს მესამეა იყო ну იღბალიც არის რა თქმა უნდა იბრძოლო თავის თარმა მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ ყველაფერი ჩამიდია მიბრძოლია და შეცდომა ანის ყველაფერი მოქმედებს უბრალოდ ერთი გაფრთხილება ძიუდოისტისთვის თუნდაც ნერვებზე ფსიქოლოგიაზე აი რამდენ იმაზე მუშაობს არიცით რა პატარა კი ნიუანსები არის და ყველაფერი ნიუანსებიდან შედგება ჩემო წვრთნელმა იცოდა ხოლმე რომ ეს ძალიან პატარა რაც გარედან საერთოდ გარეთ თვალი ვერ ხედავს სპორტში ძალიან დიდი არის ერთი წამი სპორტში ნიშნავს 10 მეტრს ბოლტი წამში გარბის აი მას გააკეთებდა 10 მეტრის იქით არის ზუსტად ეს უშვებოდა ხოლმე წვრთნელი და წარმოიდგინე ის ძალიან უმნიშვნელოვანესი ნიუანსი რომელსაც მაყურებელი ვერ ხედავს იქ ძალიან მნიშვნელოვანია კი მithumet ეს ტოკიო, იაპონია, ძიუდო სამშობლო, ხო? იაპონია ისე შენთვის რაღაც მაინც განსაკუთრებული ქვეყანა და ეს არის, ხო? ანუ აი რა მოგცა იაპონიის ისე მენატრება ხოლმე მე ძიუდო ვისწავლე იქ მე ესე ვთვლი მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი და ახალგაზრდების მსოფლიო მაშინ შემოიღეს 2 ძიუდოისტი და 2 იაპონელის მოუგე ფინალში გაწოლდა და ფინალი ეხლა ან რამოდენიმე წლის მერე რო უყურებდი ხალხს ვიზე ხოლმე ვინ არის მეთქი ეს ანუ ჭიდავდი აი როგორც აი რინგით ხრა ეხლა ვერ დავასახელებ ისე გამომივა ცუდად გამომივა მაგრამ რო არის რა ყველაფერს რო აკეთებს და არაფერი აი ოღონდ გადა რაღაცები რო გამოსდის უბრალოდ და რასაც ძიუდო ქვია და სწორი ჩავლება ქვია და საყინოდან ჭიდაობა და კაცის გაჩერება თუ შეტევა და დადგომა არის მე ვისწავლე მან და მე ვფიქრობ რომ ესეც არის რა რეალურად რა ძიუდო მანდედან მოდის ჯუდო მაგათ ქვეყნის არის და ეგრეც უნდა ყოფილიყო ალბათ რა ჩვენი სტილი გვაქვს მაგათ თავიანთი სტილი აქვს და ეს რომ ერთმანეთს ერწყმება უკვე ცოტა მაღალ დონეზე ადიხარ მე ვფიქრობ და სხვანაირ ძიუდოს მოდი შევთანხმდეთ სხვანაირად ჭიდაობენ ჩვენ სხვანაირად ჭიდაობთ ჩვენ უფრო ფიზიკაზე ვართ ისა მე ვიძახი რომ ჩვენ ნაკლები ლეთებს ვაკეთებ და ნაკლები მოხერხება გვაქვს მაგრამ აი რა ვიცი როგორ გითხრა დგომიც კი ლამაზი აქვს ანუ მაგათი მოგონილია და ალბათ როგორიც უნდა იყოს ეგეთი არის და ჩვენი არანაკლები ლამაზი არის და ძალიან ხშირად ჯობნით კიდევაც ხოლმე მაგრამ მე ვფიქრობ რომ არის ერთი მოწინავე ქვეყანაა და ძალიან მიყვარს ძალიან მენატრება ხოლმე მინდა გითხრათ
და სულ ვიძახით ხოლმე მე ეს ხავალერისთანაც ლიპოსთანაც ხშირი შეხება მაქვს და ვლაპარაკობთ ხოლმე და მე ერთხელ ისე წავიდეთო ჩვენო რა იაპონიაში და მეთქი რა გვინდა იაპონიაში ისე ჩავიდეთო რა გავიხსენოთო ძალიან დიდი პერიოდი გაქვთ ხო გატარებული იქ კი ბატონო წელიწადში ორჯერ სამჯერ ყოველ წელს ჩავდიოდით ხოლმე და თან ჩავდიოდით ისე არა შეჯიბზე და რაღაც ჩვებოდით ხოლმე დიდი ხანი ხო 70 დღე რო იცხოვრები ჩამოვსვერად იმაშიც დავდიოდით ხოლმე ხან რა გვეკეთებინა ხოლმე სასწავლებელში იქ სასწავლებელში ვცხოვრობდით და სასტუმროში არა შენით რო ტოკიოში თუ იქ პატარა ტოკაი უნივერსიტეტი ხო ტოკაის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პირველი და ეხლა ხანს დააყენეს გათბობა მე როგორც იცი 1-5 წელი არის გათბობა არ იყო ვიყინებოდით ხოლმე ზამთარში ქვემოდან გააღებენ თან ჩავრები ყინვარი და ფეხშველა რა თქმა უნდა მაიკა არ შეიძლება იქ ერთადერთი დარბაზი იყო რომელიც ძველი წესებით მიყვებოდა ძველი წესები კი ბატონო გვერი კაი მოგონებები მაკავშირებს ასე ვთქვათ და ახლო ურთიერთობებიც ალბათ ეხა ნუ ძალიან ბევრი კი რა აი ის მომართვა რაღაც როგორ მომართვა ხوار უჭირდათ გვარის თუ როგორ გეძახთ მომართვა ლიპოსედა ხოლმე ლიპა შენ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში ჩირიკა ლიპოსტები და ხოლმე ჩირიკა თქვითო და ვერ იცახენ ჩირიკა რაღაცნაირი ვალუასწავლიდა ხოლმე და ლიპას ეძახდნენ ლიპა კაცანჟერის კარგი მეგობრები ყავს ახალგაზრდების სოფლიოც ერთად მოვიგეთ მე 14-ში რომ მოვიგედიდებით 15-ში ვერ მოვიგო ჰაგა რომ არის 100 კილო ხო ჩემს ხო და სხვათა შორის ეხაც რეკავს ხოლმე WhatsApp-ში სვავდა და დაგვირეკა ქართული ისაკენა განთრო ასობი იყო და გვირეკავდა ლიპოს უფრო ხშირად ურეკავს ხოლმე ჩვენთანაც ძალიან სხვა შორის ძალიან კაი ბიჭი არის და ძალიან პატივი მე 2018 წელს მე წავედი მარტო ავდიქი და მე ჩემი იმით შეკრებაზე და ყოველ დღე მაკითხავდა მანქანი 18 დღე ვიყავი და დავყავდი ვარჯიშებზე ბევრი ქვეყნის ევროპელი იშვიათად ეგეთი არ ვიცი ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს ვინმე ევროპელი ესეთ ამალა ყოლოდა და რესტორანში და იმაში ეს რაღაცა ქართველებს გვანან მაგაში რა სტუმრის პატივისცემა ძალიან იციან და ძალიან დიდი კულტურა აქვთ Okay how you say 일본 브라운 산시로 조지아 아부탄디리 주리시키브리 Okay one more time again ავთანდილ ჭრიკიშვილი 아부탄딜 주리시키브리 Okay one more ავთანდილ ჭრიკიშვილი 주리키시브리 Perfect Thank you 아리가토 고자이마스 오키니 აუто ძალიან დიდი მადლობა შენთან საუბარი შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ იმდენად დიდი მაგარი კარიერა ქონდა და გულშემატკივარს უახსოვს და არ ვიცი ნუ აი სხვანაირი სიყვარული აქვს შენს მიმართ დღესაც გძნობ ამ ასეთ დამოკიდებულებას გულშემატკივრის მხრიდან ხდებია ყოველდღე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს ყველაზე დიდი სუიძახი მე ამ სპორტმა რაც მომცა არის ჩემი მეგობრები ძმაკაცები და ხალხის სიყვარული მაგაზე დიდი არც ერთი медали არ მაქვს მე და არ ვფიქრობ ადამიანისთვის რომ ეხლა მოგეხსენებათ რა 8 წელია 7 წელია მე წელია მეუღლე მყავს და სხვა სახში გადავედი და ჩემი მედლები არ წავმიღია განაისარი უპატივცემ მოთქვი მაგრამ ის უბრალოდ медали არის და იმ მედლის დაკარგვა შეიძლება ამისიც შეიძლება ხალხის სიყვარულის მაგრამ ცდილობ მაქსიმალურად რომ აი თელი ცხოვრება სახერხებლები და ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ ეს რა აი რო გძნობ უბრალოდ ან რო გავიდა ეს ჭრიკიშვილი ეს სიამოვნებს რომ ხალხი გძნობს და გაფასებს რა თქმა უნდა დასაფასებელი არის და ძალიან დიდი მადლობა უნდა თუნდაც გაცილებაზე რომ მოვიდა გაცილება აუ კი ეს მოდი მაინც თქვათ ამაზე ხო ძალიან ემოციური მომენტი იყო არა შენი გაცილება წინა დღეს ლიპო თუ პირი ჯერ შენი ხო ჯერ შენი მიუხედავად იმისა რომ თბილისის გრანსლემზე თქვათ რომ წასული ვიყავი და მე დიდი ხანია ის თავი მქონდა დანებებული ხანებში თუ მივიდიოდი და უბრალოდ რომ მონატრებოდა მოვიდოდი და რაღაც საქართველოს სანჩეჯიბის ვიჭიდავდი ისიც ერთი თვე მოვიდოდი ხოლმე და ბოლოს უკვე ერთი წელი საერთოდ
საერთოდ დარბაზის აღარ მივსულ ვარ და არაოფიციალურად თავიდან მეკონა ძალიან დიდი ემოციები იყო მე არ მეგონა ესე თუ ინერვიულებდი გამოსვლისას და ის ძალიან ნერვიულობდი და ძალიან ემოციური იყო და რავი მადლობა კიდევ ერთხელ რა რომ იმ მნიშვნელოვან დღეს ესე ჩემ გულშემატკივარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრიც მათი ემოციაც და ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ მეტი რა ვიცი რა უთხრა კი ბატონო მადლობა ავთო და ძალიან მაგარია რომ შენს გამოცდილებას აი ყველაფერს რაც შეიძინა ჯუდოში და ჯუდოში ახლა უზიარებ ახალ თაობას და მუშაობ ბავშვებთან და ეს ძალიან მაგარი და ძალიან კარგი რამე არის და იმედით დაელოდება ბევრგან დაიწერა კიდეც და ბევრ აღნიშნა რომ ანუ ახალი ჩემპიონების გაზდას ელიანი ხა ხო შენი მხრიდან და შენს არაფხელა სიხარული იქნება ალბათ ეს შენთვის ხო რომ გაიზარდოს ხო რა თქმა უნდა ჩათვალე რომ მე ვეღარ გავდივარ და იმათში მხედავ ჩემ თავს თითოეულში და იმათი წარმატება ჩემი წარმატება არის და შეიძლება არანაკლებ კი შეიძლება უფრო მეტად გამიხარდეს გულშემატკივრობა უფრო ძნელი ყოფილა მინდა გითხრა და მადლობა მინდა ანუ პირიქით შენ მოგიხადო აქ მოწვევისთვის და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ ის იგივე ძიუდოს პოპულარიზაციას უწევდა არანაკლები არის და აი ამ გადაცემას რო უყურებს თუნდაც ის ერთი ბავშვიც კი დარწმუნებულია ძალიან ბევრი ბავშვი დაინტერესდება და მოუნდება რომ ძიუდოზე შევიდეს და ასე ვთქვათ რაღაცა სხვა გზას აცდება და დაკავებული იქნება მე ვფიქრობ რომ ეს უკვე დიდი საქმე არის და მომავალ თაობაზე ზრუნვა არის სამწუხაროდ ერთი რაღაცას დავამატებდი ამ ბოლო დროს ისეთი ტენდენცია წამოვიდა რომ აი სპორტი და სპორტსმენებს ლანძღავენ და სპორტსმენებს ლანძღავენ სპორტსმენი მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან ცუდი ტენდენცია არის ბიჭო შეიძლება მე იმას კი არ ვიხრი ვიღაცა სპორტსმენი კარგია ვიღაცა სულ ყველა სპორტსმენი კარგია მაინც და მაინც მაგას კი არ ვამტკიცე მაგრამ ამის ძახილი რომ ჯანსაღ ცხოვრებას შვილი მოარიდო და აი ის ვიღაცა არ ვარ გავიღაცა არ ვარ და ჩემ შვილს ან ცუდი გამო ან კარგი გამო შენ შვილი როგორი ადამიანიც არის ესეთი გამოვა პირიქით იქ ასწავლიან დისციპლინას ისწავლის დამოკიდებულებას ისწავლის და ზრდილობას და ეხა თუ ვიღაცა სიტყვაზე რაღაცა თვითონ სისხლი არა სისხლს ვერ გადაუსხავენ მე რა ვიცი მე მინდა გითხრა და ეს ტენდენცია ძალიან არ მოწონს გერმანიაში არის ჩვენი მეგობარი არის მწვრთნელად და იქ იძულებით არას უწევს რომ ვერ იჭერენ და დააშორებენ მიყავდა ეს ერთ-ერთი ჯუდოს ტრენერი არის სხვადასხვა სპორტები არის კოლონიას ავიტოქტომად ციხე არ არის რადგან სპეციალურად თავი ჩემენ ეს ბავშვი იყოს დაკავებული ვარჯიშის დროს მეტად ვითარდება ბავშვი სწავლაც უფრო გადვილად შეუძლია ტვინს იმიტომ რომ მეტი ჟანგბადი მიეწოდება ტვინს სისხლის სწრაფად მოძრაობს და ნერვებს აწყნარებს სიხარულის ჰორმონი გამბერი კარგი რაღაც ხდება და ეს ტენდენცია რომ ზოგი რომ გამოდის და ამ სპორტსმენებს რომ ლანძღავენ მე ვფიქრობ რომ ძალიან ცუდი არის ძალიან სამწუხაროა რა ჩემი აზრით პირიქით ამას პოპულარობა და რეკლამა უნდა გაუკეთოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი და რავი მე ესე ვფიქრი და მარტონი არა ძალიან დიდი ქვეყნებიც ესე იქცევიან რავი რატომაც მადლობა ოთო მადლობა ჩვენ გუნდს რა თქმა უნდა რომელიც ამ გადაცემას აკეთებს ლიდერ სპორტს რომელიც ჩვენი პარტნიორი არის და მხარდამჭერი და მადლობა შენ პირველ რიგში და წინ კიდე დიდი გამარჯვებები გველის დარწმუნებული ვარ ჯუდოში და სპორტში ზოგადად ხო? რა თქმა უნდა დიდი მადლობა დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახდათ ავთანდილ ჭრიკიშვილი